79-მა ქვეყანამ ბავშვებს სკოლაში სმარტფონები აუკრძალა. იმიტომ რომ ეს მათ თქმის ცვლი და მონაცემები კი ძალიან საჭიში გახდა. OECD-ის ქვეყნებში სტუდენტების 45% შფოთვას გრძნობს, თუ ტელეფონი ახლოს არ არის. ეს არ არის ჩვევა, ეს დამოკიდებულებაა. მოსავლები ტელეფონს სასწავლო დღის განმავლობაში საშუალოდ 11-ჯერ ამოწმებდნენ. 97% მას არასაგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებდა. უბრალოდ კლასელთა პედაგოგები 72% ამბობდა, რომ ტელეფონით ყურადღების გაფანტვა მთავარი პრობლემა იყო. სკოლის დირექტორების 53% ადასტურებდა, რომ სმარტფონები აკადემიურ მოსწრებას ანადგურებდა. OECD-ის კვლევები სკოლებში ტელეფონების გამოყენებას პირდაპირ აკავშირებს 2009 წლის შემდეგ პიზას საერთაშორისო რეიტინგებში ფულების გლობალურ ვარდასთან. ბოლოს კიბერბულინგი, ყოველი მეოთხე მოსავლის ბულინგი ტელეფონის საშუალებით ზუსტად სასწავლო საათებში ხდებოდა. სასწავლო საათებში. ამიტომ ცივილურ ქვეყნებში მოსავლეებს ტელეფონები აუკრძალეს. იმ სკოლებში, სადაც სრული ბლოკი დააწესეს, გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება 61%-დან 13%-მდე შემცირდა. ეს 13% მერხის ქვეშ ეფექტია, როცა ჩუმად სარგებლობენ. ნიშნება მოიმატა კიბერბულინგის მაჩვენებელი დაეცა. მოსავლების სასკოლო დღეებში სმარტფონებთან მაინც საშუალოდ 4-დან 6 საათამდე ატარებენ. აკრძალვამ პრობლემა უბრალოდ დღის 3 საათის შემდეგ გადაიტანა. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის აკრძალვა ადვილია, ტელეფონზე დამოკიდებულების აკრძალვა არა. 79 ქვეყანა ერთსა და იმავე პრობლემას ებრძვის. საქართველო ამ გლობალურ ექსპერიმენტს სექტემბრიდან შეუერთდება. გამოიწერეთ არხი და ასკროლეთ უფრო საინტერესო თემის სანახავად.